დადასტურდა ის, რაზეც მთელი 6 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი საუბრობდა. და არ მეგონება დღეს არც ერთი ობიექტურად განწყობილი მოქალაქე, რომელსაც აღარ სჯერა იმისა, რომ ყველა უწყებაში, დიახაც ყველა უწყებაში იქნება თავდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო შედეგი. რუსეთს, ანუ ტყუილად განწყობილ სახელმწიფოს ყავს თავისი წარმომადგენელი, მათ შორის თანამდებობებზე, ჯაშუშები. და ამ ჯაშუშებს ფულს უხდის არა ტყუილად განწყობილი სახელმწიფო, არამედ თავად ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება. წამლად ქვეყანაში ვერ ნახავთ ტენდერს, რომელიც ობიექტურად ტარდება. და დავინახეთ 21 ტენდერი, როგორ მოიგო ჯაშუშმა, რომელმაც აღიარა რომ ვარ ჯაშუში. მეტიც რუსეთმა მისი გაცვლა მოითხოვა. აქედან გამომდინარე, სასწრაფოდ უნდა ჩაინიშნოს რიგარეშე თავდაცვის და უშიშროების კომიტეტი, სადაც დავიბარებ თვალ ოფიციალურად ბატონ გახარიას და ბატონ იზორიას და ასევე მაქვს იმედი, რომ პრეზიდენტი სასწრაფოდ ჩანიშნავს უშიშროების საბჭოს სხდომას. ამ საკითხის გარშემო. ეს არის ის საკითხი, რომლის მიღმაც უბრალოდ აღარაფერი აღარ არსებობს რა. ან ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო, ან ჩვენ ვიბრძვით დიახაც სუვერენიტეტის შენარჩუნებისთვის, ან მაშინ ღიად უნდა განაცხადონ ქართულმა ოცნებამ, რომ დიახაც ჩვენ დავნებდით და ჩავბარდით რუსეთის ფედერაციას. მაინდა-მაინც რუსეთის ტანკების გრუხუნი უნდა გავიგონოთ რუსთაველის გამზირზე, რომ დავრწმუნდეთ, რომ სახელმწიფოებრიობა აღარ აქვს პრაქტიკულად. სახელმწიფოებრივი საფუძვლები არის მოშლილი და მთლიანად არის ჩამოშლილი თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემა.